ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება 50-მდე სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობას, 50-მდე პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობას და ეს საქმეები უკავშირდება პროტესტს. მათ შორისაა 2024 წლის აპრილი-მაისის დროს რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული 6 პირის საქმე, 19 და 28 ნოემბრის შემდგომი უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტის დროს დაკავებული 38 ბრალდებული საქმე, ასევე ბალდის კანიონის აქტივისტის ინდიკო ბჟალავას საქმე, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეები. ამ საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ ვაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას და ეს პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, თუმცა ამ ეტაპზე რისი შეჯამების შესაძლებლობაც გვაქვს, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდებთ ჩვენს ინფორმაციას. პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იკვეთება ამ საქმეებში, ეს უკავშირდება საქმეთა გაჭიანურებას. რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული პირების საქმეები ჭიანურდება და ეს ჩვენ მანამდეც აღნიშნეთ ინდივიდუალურ საქმეებთან დაკავშირებით. საიას შეფასებით საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საქმეების განხილვას, სავარაუდოდ იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს აქტივისტების შეწყალება თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში და ეს გაჭიანურება არის ხოლმე იმდენად დაუსაბუთებელი, რომ შეიძლება უკვე საბოლოო ეტაპზე მისული საქმე გადაიდოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში ჩაერთოს ახალი პროკურორი, რაც ხელოვნურ გაჭიანურებას ადასტურებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იკვეთება ამ საქმეებში, უკავშირდება პატიმრობის გამოყენების პრაქტიკას ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. ასევე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი იკვეთება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. არასათანადო მოპყრობა არის ის, რაზეც მათ შორის დაკავებულები საუბრობდნენ და ერთ-ერთი დაკავებული ამასთან დაკავშირებით გუშინაც ძალიან ფართოდ გამოეხმაურა ამ საკითხს გულისხმობს საბას ხვიტარიძეს, რომელმაც დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები. ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა ეს არის ის, რომელიც ამ საქმეებს ფონად მიყვება. ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი პირი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ საქმეებს არიძიებს ობიექტურად, დროულად და სრულყოფილად, რასაც ამ ეტაპზე უკვე აქვს ადგილი. ჩვენ ამ საქმეების დეტალურ მონიტორინგს ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოვთვალეთ, ჩემი კოლეგები უფრო ცლად ისაუბრებენ. მოგესალმებით. ჩვენ მიერ 50-მდე დემონსტრანტის თუ აქტივისტის საქმეებზე დაკვირვება ნათლად მოწმობს იმ სხვადასხვა პროცედურული გარანტიის დარღვევას, რომელიც არის არსებითი ზოგადად სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისთვის. საგანგაშოა ის, რომ რიგ შემთხვევაში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ვერ აღწევს წარდგენილი ბრალი. ასეთი მაგალითი არის მაგალითად ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირების საქმეები, როდესაც პროკურატურა ვერ ასაბუთებს კოლექტიური ან კოორდინირებული მოქმედების საკითხს და ასეთ შემთხვევაში ასეთი პირები მოქმედებდნენ ყოველგვარი ურთიერთცოდნის, ურთიერთგაზრახვის გარეშე, იზოლირებულად სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას. შესაბამისად, საიას შეფასებით ამ მუხლით ბრალდებული პირების საქმეები ვერ აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომელიც არის არსებითი ამ ტიპის დანაშაულის დასადასტურებლად. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი უმთავრესი მიგნება, რომელიც წლებია პრობლემა არის საქართველოს სასამართლო სისტემაში და პროკურატურაში, რომლებიც უნისონში მოქმედებენ ამასთან დაკავშირებით, ეს არის აღკვეთის ღონისძიების დასაბუთება. პროკურატურა უაპელაციოდ ძირითად შემთხვევაში იყენებს პატიმრობას როგორც აღკვეთ ღონისძიებას, ეს არის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა სტანდარტის შესაბამისად მოითხოვს შესაბამის მკაცრი სტანდარტით დასაბუთებას, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალური გარემოებების შესახებ მითითებას და იმ კონკრეტული მტკიცებულებების მოყვანას, რომელიც დაასაბუთებდა ამ ტიპის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროებას. თუმცა პროკურატურა ამას არ აკეთებს საქმეებში და სასამართლოც არ სთხოვს პროკურატურას აღნიშნულის განხორციელებას და სასამართლოც უაპელაციოდ უფარდებს ამ ტიპის აღკვეთ ღონისძიებას ბრალდებულ პირებს, რაც მიგვაჩნია, რომ შეიძლება ჩაითვალოს ასევე შეკრების თავისუფლებაში მომეტებული ჩარევის იარაღად, გარდა იმისა,
იმისა, რომ ეს შესაძლოა ასევე არ ხვევდეს სამართლიანის სასამართლოს უფლების პრინციპს და მესამე და ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი არის ის, რომ ბრალდებული პირები სისხლის სამართლის წესით ბრალდებული პირებიც ასევე მიუთითებენ არასთანადო მოპყრობის ფაქტებზე და ამ კუთხით საგამოძიებო სამსახურის, რომელიც არის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მათი ეფექტიანი მოქმედება იქნებოდა გამოსავალი, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ სამართალდამცავს პასუხისგებაში მიცემულს ან მათ მიმართ ესე ვთქვათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეჩერების ფაქტს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს უწყება აგრძელებს იმ წარსულ პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებით სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სერიოზული დანაშაულების გამოუძიებლობის პრაქტიკას, რასაც არაერთი წელია ადგილი აქვს. ეს ეხება 2023 წლის მარტის აქციებს, ეს ეხება ასევე 2024 წელს აპრილი-მაისის აქციებს. SAIA-ს მონიტორები და ანალიტიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ თითოეულ საქმესთან დაკავშირებით მოიპოვონ დეტალური ინფორმაცია, დააკვირდნენ ამ საქმეებს სასამართლოში და ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირება.